ჟურნალისტიკა მსოფლიო და ცვლილება ამ თემაზე სასტუმრო რედისონში დისკუსია გაიმართა, მაშინ მონაწილეობა ჟურნალისტებმა და მედია ექსპერტებმა მიიღეს. დისკუსია პროექტის ფინანსები და გამჭვირვალობა, ახალი მიდგომები ქართულ ჟურნალისტიკაში დაწყებასთან დაკავშირებით გაიმართა. პროექტს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და ევროპის ჟურნალისტიკის ცენტრი ახორციელებენ. ის 5 წლის მანძილზე გაგრძელდება. პროგრამას ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო დააფინანსებს. პროექტის მიზანია საქართველოში ფინანსური საგამოძიებო ჟურნალისტიკის გავითარება და ადგილობრივი რესურსების გაძლიერება. ჟურნალისტებისათვის ერთკვირიანი ტრენინგების ჩატარდა, რომელსაც Thomson Reuters ფონდის სპეციალისტი უძღვებოდა. ტრენინგებში ქართველებთან ერთად კოლუმბიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ძალიან ბევრი კარგი ჟურნალისტი არის ამ ქვეყანაში. ჩვენ გვინდა მათი გამოცდილებას შემდეგ თაობებსაც გადაეცეს. ყველა ის გამოწვევა და პრობლემა, რაც ჟურნალისტიკის წინაშეა, მომავალ თაობებსაც შეხვდება. ამიტომ მნიშვნელოვანია მათ შეძლონ ახლანდელი ჟურნალისტების გამოცდილების გაზიარება. სწორედ ამას ემსახურება ეს პროექტი და ტრეინინგებიც. პროექტის მიზანია საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარება, ოღონდ გარკვეული კუთხით. ეს არის ფინანსური ტრანზაქციების, ფინანსური ასპექტების გამოძიება, ბიზნესის, თქვა თუ რამე დარღვევა არსებობს ბიზნესის სფეროში, რაც ძალიან ძნელია ამაზე წერა გადაღება, იმიტომ რომ სპეციალიზებულ ცოდნას მოითხოვს.